მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, მაყურებლებო. ძალიან ცხელი ზაფხული გადავიარეთ. დადგა შემოდგომა და არჩევნებიც მოგვიახლოვდა. სავარაუდოდ ახლა უკვე პოლიტიკური ტემპერატურის მაქსიმუმამდე აწევას უნდა ველოდეთ. უახლოვდებით ზონას, სადაც პოლიტიკური ტურბულენტობა საკმაოდ გამოკვეთილი და მკაფიო იქნება. ადგილობრივ არჩევნებზე მაქვს საუბარი, ხელისუფლება და გარკვეული პარტიები ემზადებიან საარჩევნო კამპანიას დაწყებული აქვს ამ არჩევნებისთვის, მაგრამ არის მხარე, რომელიც ამ არჩევნებს არ აღიარებს, არ მონაწილეობს და პირდაპირ არც მალავს 4 ოქტომბრის თარიღს უკავშირებს ხელისუფლების დამხობას და ამისთვის მიდის დიდი მზადება. მეორე საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ გვინდა გვესაუბროთ, ესეც აი ამ უახლოესი დღეების მოვლენა არის. მხედველობაში მაქვს ჩინეთში ჩატარებული ღონისძიება, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლობა დაესწრო. შანხაის ორგანიზაციის შეკრებაზე გვაქვს საუბარი. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ აი მოვლენა მოხდება თუ არა რაღაცა, მაშინ ზედმე მივაყოლოთ და გადაცემა ჩავწეროთ, ტექნიკურად ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ კვირაში ერთ გადაცემაზე მეტის მოწოდებას თქვენთვის და ამიტომ გიხდება ხოლმე კვირის ბოლოს ერთად რამოდენიმე თემაზე საუბარი და ვერ ვახერხებთ ხოლმე, რომ ეს თემები ბოლომდე გავშალოთ, სრულყოფილად წარმოადგინოთ თქვენს წინაშე, მაგრამ შესაძლების დაგვარად შევეცდებით შევეხოთ ამ თემებს. რაც მალე დავიწყებთ, მით უკეთესი მე მგონი, რომ აღარ დავკარგოთ, შევუდგეთ. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ჩვენი გადაცემების მიზანი უმეტნაკლებად ალბათ ცნობილია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, მაინც ვინც გვისმენს, თვალყურს ადევნებს. ჩვენი მიზანია არა იმდენად ახლად გამომცხარი პოლიტოლოგებად მოვევლინოთ და ჩვენს ჩავებათ იმ მარკაპში, რაც მსოფლიოში ჩვენი მიზანია მეორე მოსვლის ჭრილში, აი მოვლენის ჭრილში დანახული მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამითვე დავიწყებ, რომ პოლიტიკურობა ძალიან ბევრ ნიშანს დებს იმისა, რომ დადასტურდეს ნიშნებით შეიცნობაო. და ხას კიდევ ერთხელ ვუსაუთ, რომ სასწაულებს უკეთური და მომრუშე მოდგმა ელის. ამასაც საგანგებოდ ვუსვავ ხას, იმიტომ რომ სპეციალურად იდება, შემოაქვთ გარკვეული სახის ინფორმაციები და მანამ კონკრეტულად მოგვიწევს კიდე ამ თემაზე გადასვლა, შეიძლება ეს სხვა გადაცემებში მოგვიწიოს. ზოგადად ვიტყვი, რომ სასწაულებს უკეთური და მომრუშე მოდგმა ელის. აბა რას უნდა ველოდეთ? მაშინ რა ნიშნებით უნდა შევიცნოთ? ვამბობთ ერთ რამეს, რაც გაცხადებულია და მიღებული გვაქვს ცნობა, რომ არსებული ცნობიერებით, არსებული მსოფლიო პოლიტიკური კურსით, მსოფლიო წესწყობილებით, კაცობრიობა მიდის დაღუპვისკენ და დაღუპვის დროც სულიერ სამყაროში გადაწყვეტილია, თუმცა არსებობს გადარჩენის შანსი. აი ეროვნული თანხმობის დარბაზი, რომ ეს შანსი არ დაიკარგოს, ვემსახურებით აი ძალიან მცირეზე მცირე დარჩენილი შანსის გამოყენებას. შეძლების დაგვარად, რაც ჩვენ ძალებში არის აი დონეზე გადარჩენის გზასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებაში. ხო, აი ეს არის. ხოლო რა არის ერთ-ერთი დავადასტურებელი ნიშანი? ეს არის, ესე იგი, მსოფლიო კრიზისშია, ადამიანი კრიზისშია, ადამიანის აზროვნება კრიზისშია, ადამიანის ცნობიერება კრიზისშია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უკვე შერყეულია და არ ამყარია ის საფუძვლები, რითაც ვარსებობთ. არა და ჩვენი არსებობა იმ ხელრამეებს ეყრდნობა, რომ ამას თუ არ ექნება შესაბამისი კონტროლი, შესაბამისი მიდგომები, ყველა ძალა გვაქვს, რითაც გავანადგურებთ დედამიწაზე სიცოცხლეს. აი ეს ამ მეორედ მოსულა. და
ამ დროს აი ჩვენ გამოგვიჩნდება ხოლმე რომ იცი რა ის უკვე მხსნელი ქვეყანა, მხსნელი პიროვნება, მხსნელი მოძრაობა დაიწყო გარეთ ქართველებზე გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ სიტყვა აქ არის მოსული, აქ გვაქვს მოწოდებული განსაკუთრებული ღირებულების მატარებელი, განსაკუთრებული ფასეულობის მატარებელი ინფორმაცია, რაც განსაკუთრებული საქმეს გვავალებს საკუთარი თავისა და კაცობრიობის წინაშეც ქართველებს, ამიტომ უპირველეს ჩვენი ამოცანა და მოვალეობაა, რომ ეს შევახსენოთ ერთმანეთს და ეს დავანახოთ. ნუ რა ნიშანია? ვიცით, რომ ტრამპით დიდი იმედები ჩაისახა კონსერვატიული მოძრაობის მსოფლიო პოლიტიკაში შემოსვლით. გარკვეული იმედები გაჩნდა, რომ ეს სულის გამანადგურებელი და წამშლელი ულტრალიბერალიზმი ბოლოს და ბოლოს იქნებ ამას დაუძრეთ რამენერეთ ამ პირდაპირ სოდომიზაციას, გადაიგა გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ამ მიმართულებითაც საქმე ძალიან ვერ აგვაქვს კარგად. ინდოეთის პრემიერთან როგორც გამოიტანეს ასეთი დიალოგის შემდგარა სატელეფონო მოუთხოვია ბატონ ტრამპს, რომ ნობელის პრემიაზე გამიწია ასე ვთქვათ პროტექტორობა, რომ ეს რეკომენდაცია, რომ დაგაშველეთ და გადაგარჩინეთ უბედურებასო, მას უპასუხია, რომ თქვენ არაფერ შუაში არ ახართ, ეს ჩვენ ინდოეთის და პაკისტანის ხელმძღვანელებმა გადავწყვიტეთ მშვიდობის საკითხები და თქვენ ბოდიშთა არაფერ შუაში ხართ. აი სატელეფონო საუბრის შინაარსი გარეთ გამოიტანეს. ახლა ეს რამდენად სარწმუნოა და რამდენად რეალურია, ასეთი საუბარი მართლა იყო თუ არა, თავს ბუნებრივია ვერ დავდებ, მაგრამ თუ ტრამპის პიროვნებას გავითვალისწინებთ, გამორიცხული არც არაფერი. რომ მართლა მიემართა ამ აქტს. ადამიანს, რომელსაც ასეთ სამკვარი სურვილი გააჩნია, რომ იგი შევიდეს მსოფლიო ისტორიაში, როგორც მშვიდობის მომტანი ნობელის პრემიის ლაურეატი, პარადოქსია, ასე როგორ ეპოქაში ვიცეს, როგორ არის ადამიანისთვის ამღვრეული. თავდაცვის სამინისტროს უცვლის სახელს და არქმევს ომის სამინისტროს. აქაც არ შემიძლია ორი სიტყვა რა ვთქვა, ახლა ეს კაცი აქ მართალი არის. ამერიკას თავდაცვის სამინისტრო არაფერში არ ჭირდება, არამედ თავს მას არ ესხმის და არც უპირებს თავდასხმას. და უფრო მიზანში შეწონილია ომის სამინისტრო, იმიტომ რომ უამრავ ომია წარმოა ბოლო წლებში იქ თავდასხმები და უფრო სწორი იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად თავდასხმის სამინისტრო. კი. ყველა ქვეყანა ახლა ჩვენ ვართ მსგავსების ფაზაში შესული, ანუ ანტიბატონობს და ეს ანტიგავს ქრისტეს, მაგრამ ანტია სინამდვილეში და ზრახვა ურჩხულის აქვს. ზრახვა გამანადგურებელი და მომაკვდინებელი აქვს. რადგან მსგავსების ფაზაში ვართ, ადამიანებმა ლაპარაკია მართველ ხელმძღვანელ წრეებზე, იქამდე მივიდა საქმე, რომ ეს ურჩხულის სახე უნდა დამალოს და ყველა ქვეყანას რაც არ უნდა აგრესორი იყოს, ძალოვანი სტრუქტურების თავს, ანუ საკუთარ სამხედრო იმას არქმევს თავდაცვის სამინისტროს ან თავდაცვის უწყებას. ესე იგი, ნებისმიერი ქვეყანა თუ სადმე რაიმე სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს, იმიტომ კი არა რომ თავს ესხმის, არა თავს იცავს. ნუ იცავს დემოკრატიას, იცავს ადამიანის უფლებებს, ეგ ვიცავ, ჩვენ არ ვესხმით. და აი ამ ფონზე, როდესაც გინდა რომ მშვიდობის მსოფლიო მტრედი იყო, უცებ ნიღავს მთლიანად იხსნი, გვერდზე აქტებ და პირდაპირ ათქმევ ომის სამინისტროს. როცა ომის სამინისტრო ერქვა, პირველ მსოფლიო ომს კარგად ჰქონდა საქმე და მეორე მსოფლიო ომში ცოტა ხო გვინდა რომ ის დიდებულება დაუბრუნოთ ამერიკასო და ნუ ამ დროს ასეთ ნაბიჯებს დგავს. ახლა თვითონ სამხედრო ექსპერტები და საერთოდ ამერიკელი მოაზროვნე ხალხი წაითვალით ცინის, წაითვალით ტირის. ეს გარდა ახალი ხარჯებისა იქ ბეჭდები შეიცვლება, რეგალიები შეიცვლება, გარდა ამის არაფერს არ შესცვლისო. არა, რაღაცასაც ცვლის. ეს ნიღაბი იშლება. ხეჭი თუ ვერ დაინახე და ის შენი მხსნელი გეგონა ყოველთვის დაღუპული იქნები. აი ეს ერთ-ერთი ნიშანი რომ უნდა დავინახოთ რა ხდება, როგორ ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია შანხაის შეკრება ჩინეთის 80 წლის თავი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისა აღნიშნა ამ ქვეყანამ არნახული პომპეზურობით და არნახული სამხედრო აღლუმი ჩაატარა. ასეთი ორგანიზებული, ასეთი დიდი და მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჯერ დედამიწის ზურგზე არავის არ ჩაუტარებია.
აქ განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია იმ სამი წამყვანი და ძალიან მნიშვნელოვანი ძალის მქონე ქვეყნის ერთად დადგომას. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ინდოეთის ხილვა იქ, აი შანხაის შეკრებაზე. ვიცით რომ ინდოეთს გარკვეული შუალედური რგოლი ეკავა, დიდი ძალით მუშაობდა დასავლეთი ინდოეთის თავის მხარეზე გადასაყვანად, იყო გარკვეული მუქარა და შემონათვალი სავაჭრო ომთან დაკავშირებით, ტარიფებთან დაკავშირებით და იმის მაგივრად რომ დაეშინებინა და თავის მხარეზე დაეყენებინა, ინდოეთმა სრულად საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა. ესე იგი და თქვით რომ მეორედ მოსვლის ჟამს ხდება კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნის ჟამი, ევას ცნობიერების დასასრულია და ვენახის ცნობიერება სხვა აღმოსავლეთისკენ და გადანაცვლეს განვითარების ვექტორიო და აგერ სრულდება კიდეც ეს მიმდინარეობს. თუმცა ეს არ არის სრულყოფილი ფორმით მოცემული, ამაზეც გვაქვს სათქმელი და გამგება ეს რამენერად უნდა გავიგოთ მთლიანობაში. ესე იგი ჩვენ რა როლი გვაქვს, ეს უნდა შევასრულოთ. თორემ მარილი აკლია რა იმას, რაც ხდება მთლიანობაში. აქ კიდევ ერთი რა არის ნიშნეული და მეტად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით პომპეზური იყო სამხედრო აღლუმი. რო ვამბობთ და რო ნათქვამია და გვინდა რომ შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ეს გზა დაღუპვისა, მართალია დასავლეთის დაბლაწას უკან წასვლის დრო არის და აღმოსავლეთის წინ წამოწევის დრო მოდის მთლიანად დედამიწის მასშტაბით. ეს უკვე არის ისეთი მიმდინარე პროცესი, რომელსაც ვერ შეაჩერებ, მაგრამ ვინაიდან საქართველოსგან ის იმპულსი ჯერ არა მიღებული კაცობრიობა სრულად, რაც თვალით არ ჩანს და რისი შემეცნებაც არ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე თავს ვერ დავდებთ. მაგრამ მაინც ჯერჯერობით მაინც ამ დიდ გლობალურ პროცესს აქვს მეტად სახიფათო ხასიათი. თუ დავაკვირდებით, ყველაზე დიდი სამხედრო პომპეზური აღლუმი მთელ მსოფლიოს დასანახად, ეს მეორე საკითხი ახლა აღლუმი რამდენად შეესაბამება სამხედრო ძლიერებას, რეალურ სამხედრო ძლიერებას. ამაზე სამხედრო ექსპერტებმა შეიძლება იმისჯელონ და მსჯელონ. მაგაზე მნიშვნელოვანი ერთი თემა არის. ანუ თანამედროვე ადამიანის თვითმეტე სახელმწიფო მმართველობის აზროვნება როგორ არის მოწყობილი. კი. რა ენაზე ელაპარაკებიან ერთმანეთს. აი მოვლენის მოთხოვნა რა არის? აქამდე ნავალი გზები უნდა დავაგდოთ ბოროტების გზა, ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება, ბოროტების მიყენება უნდა მოვინანიოთ, თუ გადარჩენა უნდა დედამიწას და ადამიანს. ესენი რა ენაზე ელაპარაკებიან ერთმანეთს. გამოაქვთ ულტრათანამედროვე შეიარაღება და მუშს ეს გულუყვილოს მეტი არავინ დაიჯერებს იმას, რომ ეს აღლუმი მხოლოდ აღლუმი იყო და გამარჯვების რაღაც 80 წელს თავს ეძულებოდა. ეს არის მუშტების ქნევა, რომ ჩინეთმა ფაქტიურად ამით უთხრა მოწინააღმდეგეებს, რომ მე ის აღარ ვარ, თუ არ ჯერათ აგერ შეხედეთ რაები მაქვს და ამას გიზავ და იმას გიზავ. დიახ. და დავაკვირდეთ, სოფლიოს ახალი ცენტრი თავისი უძველესი ისტორიით და აღარ გავყვებით, ეს აღმოსავლეთია. ატარებს სწორედაც ასეთ სადემონსტრაციო ძალის წარმოჩინებას და დასავლეთის მთავარი დამრტყმელი ძალა ამ დროს რანაბიჯს დგავს, თავდაცვის სამინისტროს გადაარქვა და ომის სამინისტრო უწოდა. ესე იგი, ეს ორი ცენტრი ერთმანეთს თუმცა არც ძველი სახელი უქმნიდა შეზღუდვას და არ ზღუდავდა, თუ ქვეყნის გარეთ უნდა დაპყრობითი ომების წარმოება და თავდასხმითი ომების წარმოება სახელს არ დაუშლია. ვერც ის ბოჭავდა. ბოჭავდა, ხო, თავდაცვის სამინისტრო ერქვა, მაგრამ ამერიკას ის ბოლო წლებში ჩატარებული სამხედრო ოპერაციები ავღანეთში, ერაყში, სერბიაში და ასე შემდეგ, ყველა მიცით მაგაზე აღარ გავჩერდები. ამასაც არ შეუშლია ხელი, მაგრამ უკვე ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროს როცა გადაარქმევ და დაარქმევ ომის სამინისტროს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ფარგლებს ცილდება. აი ამ ძალოვანი სტრუქტურის მოქმედების არეალი იძენს მთელი მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობაში.
კი არა მიმართულებას თუ როგორ უნდა ვთქვა, რომ სწორად იყოს გრამატიკულად და შინაარსობრივად. კი, ესე იგი ეს არის სწორედ იმისი დამადასტურებელი ნიშანი არ არის განაჩენი. ნიშანი არის მიმთითებელი თუ საით მივდივართ. და რა გვაქვს შესამეცნებელი? ეს არის დრო, როდესაც ხდება დედამიწაზე ყოფნა არ ყოფნის საკითხები, სიცოცხლის ყოფნა არ ყოფნის საკითხები და ეს ორი უზარმაზარი ძერჟავა როგორ იქცევა? ერთი თავის სამინისტროს შენიღბული რო იყო თავდაცვისა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებზე ზედგადამკვდარი რო იყო, ასეთი ფორმით რო ვიყავით გაბრუებულები, ეს პირდაპირ ართმევს თავის ძალოვან სტრუქტურას, თავის სახელს, ანუ ომის სამინისტროს და მეორე ამ დროს აჩვენებს თავის სამხედრო მზადყოფნას, რამდენად არის მზად და პირდაპირ აცხადებს სი ძინპინი. კაცობრიობა 80 წლის თავი კია საზეიმო ფაშიზმზე, იქ იაპონურ ფაშისტზე გამარჯვებისა, ზოგადად მთლიანობაში მეორე ბანაკის წარმომადგენელი იყო არა იაპონიაც, მილიტარისტული იაპონია, მაგრამ 80 წლის თავზე აკეთებს შესაბამის განაცხადს, რომ დღესაც კაცობრიობა დგას ომისა და მშვიდობის ზღვარზე. ომის ზღვარზე ვართ და არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი მშვიდობასთან, ომსა და მშვიდობას შორის. მშვიდობა ისეთი სადაც გვაქვს თანასწორი ურთიერთობები, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობები თუ ომი. აი ამ არჩევანის წინაშე დგა მსოფლიო და როგორი იქნება ის ომი, რისი წარმოებაც შეუძლია თანამედროვე ზესახელმწიფოებს, როგორი რა მასშტაბები ექნება, არნახული მასშტაბები. თუნდაც ეს პარადით გამოჩნდა, ღიად საზოგადოებრივ რა. აი ეს ერთ-ერთი დიდი ნიშანი იმისა, რომ მიღებული ცნობები, რაც მიღებული გვაქვს, ეს მართალია. მთლიანობაში კაცობრიობის განვითარების გეზი დიდი საფრთხის წინაშეა. და გადარჩენისთვის ჯერჯერობით საუბარია, მაინც იქაც საუბარია, რა რომ უნდა ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბოთ ქვეყნებმა და ერებმა. დოლარის დიქტატი არა. დასავლური დიქტატი არა. ესე არა. ამ მიმართულებითაც იდგმება ეს გარკვეული ნაბიჯები, ითქვა რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ბანკი, რომელიც 2 მილიარდამდე თვითონ ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ჩადებს, რომელიც დაეხმარება გაჭირებულ ქვეყნებს. დახმარების პირობებს გააჩნიათ, ჩვენ როგორც უყურებთ, ჩინეთი არ ახდენს თავისი პოლიტიკური სისტემის ღია ძალმომრეობით თავს მოხვევას, დასავლეთისგან განსხვავებით. იმიტომ რომ დასავლეთიდან წამოსული ფული და ხა პირდაპირ ითხოვს და ითხოვდა შესაბამის პოლიტიკური წესწყობილების სისტემის დამყარებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა სესხს. ეს დასავლური სესხის პოლიტიკა ბოლოს და ბოლოს არის ის, რომ ქვეყანა დაკაბალდეს, გახდეს მარადიული მევალე, ქვეყანამ ჩაატაროს პრივატიზაცია და რაც კი რამე არის მნიშვნელოვანი დასავლური კორპორაციების საკუთრება გახდეს. ამის ალტერნატივაზე მიდის ლაპარაკი. ეხლა რამდენად მოხდება ამისი ძირფესვიანი ხორჩესხმა, რთულად განსასაზღვრია, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს ყველაფერი მაინც კაპიტალიზმის ჩარჩოებში წარმოებული საუბარია, შენ კი ამას ამბ, ეს კეთილი სურვილებია, მაგრამ ეს სურვილები ამდაგვარად რო წავიდეს, მაშინ ამ ფორმაციის ფარგლებს უნდა გაცდე, ასა ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, მსოფლიო ბანაკებად არის დაყოფილი და ამ ბანაკებს შორის პოლარიზაცია და ძალთა შეკრება უფრო და უფრო ძლიერდება. ამ ეტაპზე გამოიკვეთა აღმოსავლეთისათვის სასარგებლო გადაჯგუფება ინდოეთის მოცემული ნაბიჯით. ის კი არა და მანამ ჩაწერას დავიწყებდით, ეს ცნობებიც გავცელდა, რომ თვით ამერიკის დასავლეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდოდ ერთგული წარმომადგენელი თავის სატელიტი ავსტრალიაც კი მიეახლა ჩინეთს და იენზე ვაჭრობის უფლება აიღო გარკვეული ძალიან დაბალი პროცენტიანი და შეღავათიანი სესხი ჩინეთისგან და ამით საკმაოდ დიდი ნაწილი ავსტრალიაში ფიქრობს, რომ წაადგება
ავსტრალიის ეკონომიკას და ეს არის რღვევის მაჩვენებელია. ეს არის დოლარის ზონიდან თავის დაღწევის ცვლილობა. დოლარის იქ არის ლაპარაკი სწორედ გამოცხადებაში და ჩვენ ვიცით რომ არის მოცემულობა რომ ვინც არ იქნება იმ ნიშნით აღბეჭდილი ის ვერც ივაჭრებს და ასე შემდეგ და უმთავრესი რაში იყო ეს გამოვლინებული ეს იყო იმ ფულად საკრედიტო სისტემაში მსოფლიო გლობალურ სისტემაში რასაც დოლარის ზონა ქვია და ამ ზონის დაშლა და გადაწყობაზე ლაპარაკი და ამ დოლარის ზონის რყევა მიმდინარეობს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თუ გავითვალისწინებთ რომ ამერიკის ეს მთელი ეს პოლიტიკა რითაც ახერხებს სოფლიო პროცესებზე ზემოქმედება კონდეს არის დოლარის აფიორაზე ფულის დოლარის აფიორაზე კი და აი სიმყარე არ არის ძალიან მყიფია ეს ზოგ შემთხვევაში დაჭირდა თავდაცვის სამინისტროს თუ დღევანდელი ომის სამინისტროს გამოყენება თუ კი ვინმე უარი თქვა ან ჩანაფიქრში იდო რომ დოლარზე აღარ ივაჭრებდა თუნდაც ნავთობის გაყიდვაზე უარი თქვა და დოლარის აღებაზე იქ მაშინვე სამხედრო ძალით გადაწყვიტა ეს პრობლემები. მაგრამ ყველა სიკვდილი დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა. კი ბატონო. ჰუსეინი, კადაფი და კადაფი, კენედი მაგალითად და ბევრი შეიძლება კიდე ვინც დოლარის ზონას ცოტა შეეწინააღმდეგა და უშუალოდ ევროთი იმ პირმაც თითქმის სამუდამო პატიმრობით ამოყო თავი ციხეში და აღარ გავყვებით ამ თემას დიდი შეპირებები და თამამიდოდა ან იმის თქვა მინდოდა რომ ყველაზე მტკივნეული ადგილი თუ ეს პროცესი დაიწყო მისი მორღვევა რთული არ იქნება იმიტომ რომ რამე მყარს არ ეყრდნობა ეს არის აფიორაზე აგებული ორამეს ეყრდნობა რწმენას და ძალა აი თუ რწმენას კარგავ მაშინ ძალაა საჭირო რწმენა აღარ არის კი რწმენა უკვე თავიდან წარმოებული პროდუქცია არ დგა ოქროთი უზრუნველყოფა დიდი ხანია წყალმა წაიღო ეგ დეგოლიდან მოყოლებული და ეგ უკვე მის უახლოესი ისტორიის ძალიან ისეთი კარგი ფურცლებია ჯობია ეს კარგად გადავიკითხოთ მეორედ ნუ ცარიელი ქაღალდია და ამ ქაღალდით რომ მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ატრიალო ხო ან ამ ქაღალდის აფიორა აი რაში არის ეხლა ძალიან მარტივად რომ ყველასთვის გასაგებენაზე რომ გავმართოთ დაუშვათ ის ბანკები რომელიც თვით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი აძლევს სესხად დოლარი არ არის ამერიკის ეროვნული ვალუტა ხო ეს არავისთვის საინდომლო აღარ არის გვარ ციფრებს რიცხვებს ვიტყვი რომ მარტივი საანგარიშოება დაუშვათ 100 ტრილიონი მოჭრა ამ ბანკებმა დოლარზე მაგრამ და მის ამერიკას იგივე ავსტრალიას ინგლისს იმას ეს ხო პროცენტით მისცა და ამ პროცენტმა უნდა მოიტანოს 10 ტრილიონი დაუშვათ 5 წელიწადში 10 წელიწადში არა მნიშვნელობა აი 100 ტრილიონზე მეტი არ არის კუპიური მოჭრილი დოლარის იმათ 110 ტრილიონი როგორ უნდა დაუბრუნონ მათ არ აქვს ამის დაბეჭდის უფლება საიდან ისინი ვერ დაბეჭდიან არც ესენი აღარ ბეჭდა 100 ტრილიონი მოჭრეს დაბეჭდეს და მისცეს ამათ ეხლა თხოვს რომ პროცენტით უნდა დამიბრუნო და ეს პროცენტი არის 110 ტრილიონი პროცენტით რომ დააბრუნო თუნდაც 105 ტრილიონი იყოს მნიშვნელობა არ აქვს ეს უბრალოდ ისე გვალათ რომ იყოს სანგარიშო იმიტომ ვთქვით ზოგადად როგორ უნდა დაუბრუნოს ამ ქვეყნებმა და ასია დაგროვილი უზარმაზარი რით უნდა დაუბრუნოს ანუ ქაღალდში უნდა წაიღოს ამ ქვეყნის სიმდიდრეები, საბადოები, ოქროს საბადო იქნება თუ ნავთობის არეწები იქნება თუ რაც იქნება. რეალური ეკონომიკით, რეალური შრომით უნდა დაიბრუნოს იმან, მიიღოს. შენ ქაღალდს ვერ მოუბრით და ქაღალდს ვერ დაუბრუნე. იმან ქაღალდი დაბეჭდა, როგორც ამბობენ, 1 მილიარდი დოლარის დაბეჭდა 500 დოლარი ჩდება, თუ არ მეშლება. ასე იყო. თავის აღებავი მუშახელი ელექტროენერგია და ყველაფერი რაც ქაღალდი და ყველაფერი მაღალი ხარისხის ქაღალდი. ამა შეუძლია მოჭრას ეს ქაღალდი დაუშვათ დიდი რაოდენობით და გასცას ეს ხალხი. და ისინი ვერ აბრუნებენ ამას, იმიტომ რომ ჯერ ერთი თვითონ ამ სესხებს ისეთი მითითებები, რეკომენდაციებად წოდებული სიამოვნებაში ბრძანება არ მოგცემს იმას შენ
უთხრა რომ ეკონომიკის ასაშენებლად მინდა ქარხნების ასაშენებლად. არა. მაგაში არავინ არ მოგწევს მაგას. გაძლევი რა ინფრასტრუქტურა, გზები გაიყვანა, იქ ტროტუარები დააგე რაღაც მაშინ ანბანის კოშკი ააგე ბათუმში სიტყვაზე ან რაღაც რაც გინდა გააკეთე. მიადამას მოგზები ჩაყალი გაამწვანე, რაც გინდა ქენი. მაგრამ არა ეკონომიკა. არა ფაბრიკა ქარხნები, არა სოფლის მეურნეობის აღორძინებაში რო ჩადო. დაუშვათ მექანიზაცია შეისყიდო და თესლი შეისყიდო მაღალი ხარისხის ასე ვთქვათ ნიადაგის გამაძლიერებელის ქიმიური საშუალებები იყიდო და შეიტანო ქვეყანაში. ამაზე არავინ არ მოგწევს ეს გაძლევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც ჩადებს შეუბერავ და აღარა. და რჩება ვალი გეომეტრიული პროგრესით გეზდება და აი ახლა ამ ყველაფერს რატომ მოვყევ იცი? თუკი ჩვენთვის არის ეს გასაგები. წარმოუდგენელია რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდეს ადამიანი და ეს ელემენტარული ართმეტიკა იმისთვის ხელმისაწვდომელი იყოს. ბოლო ახლა სამსახურები ემსახურება, იქ დაზვერვა, იქ ანალიტიკური სამსახურები, ის არის ყველა სხვა აქ ეს ინფორმაცია. ამიტომ სოფლიომ დაიწყო ფიქრი უკვე იმაზე, როგორ დააღწიოს აი ამ თაღლითურ სქემას თავი და ვიღაცებს ეყოთ გამბედაობა და პირველმა ამოიღო ხმა. რადგან ეს პროცესი დაიძრა, სავარაუდოდ მას აუცილებლად გამოუჩნდებიან მიმყოლები და აგერ არ ვიცი ხლა მე არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია, ამიტომ ვერც უარყო, ვერც დავადასტურო, მაგრამ აგერ როგორც აღმოჩნდა, შენ როგორც ამბობ, ავსტრალიამაც კი გადადგა ეს ნაბიჯი. ავსტრალიას კი, ხო, უკვე წყნარი ფიქრობს დოლარის ზონიდან დავის დაღწევის ნაბიჯი გადადგა, ხო? მთავარი ფორპოსტი ავსტრალია გახდა დასავლეთსა და ამერიკისთვის წყნარ ოკეანეში ავსტრალია და ავსტრალია როცა ასეთ ნაბიჯზე მიდის ჩინეთთან და დოლარის ზონიდან გარკვეულ აბსოლუტურ გასვლაზე არა, ლაპარაკი, მაგრამ უკვე ალტერნატივას რომ იქმნის იქ იენის მიმართულებით, მოკლედ რო ვთქვათ, ესე იგი დასავლეთის იმპერია ყველაფერი ერთად დაჯამებული კიდე გვეუბნება იმას, რომ ამ სისტემის რღვევა დაწყებული საკმაოდ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს. სოფლიო მასშტაბით დაწყებული. და ყველაზე მთავარი ამ მიმართულებით რეკომენდაციები საქართველოდან არის გაცემული 20-25 წლის წინ და უფრო მეტი. ვინაიდან სიტყვა აქ იყო მოსული 20-მდე დიდი ქვეყნის წარმომადგენელი ბრძანდებოდა, მათ შორის წლების განმავლობაში იყვნენ ჩრდილოეთიდან წარმოდგენილები, ასევე ამ დასავლეთიდანაც ერთდროულად და ეს ცოდნა გაქონდათ, გადიოდა, გასულია და დღეს ეს ამოქმედებული. ჩვენ ვართ მონსტრი, რომ საათობით გრძელდებოდა ბატონაკანის კაბინეტში ეს მათი შეხვედრები, შაბასი, კი ბატონო. თვალებ დამრგვალებულები შეხურებდნენ რას ლაპარაკს, რომ ესე როგორ და რანაირად და ნელ-ნელა ამის რეალიზაცია და განხორციელება მსოფლიო მასშტაბით ვიღაცებისთვის შეიძლება დაუჯერებლად შეერდეს, მაგრამ ვინმე დაიჯერებს თუ არ დაიჯერებს, ეს სინამდვილეს არ ცვლის. ეს ვინც ახლო იდგა და ვინც ხედავდა იქ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რა მოსვლა იყო, იმათ კი იციან, ვინ მოდიოდნენ იქ, რა საუბრები იმართებოდა, ახლა ყველა ფერს რა თქმა უნდა არ ესწრებოდნენ და ვერ ვესწრებოდით ჩვენს, მაგრამ რა დონეზე შეიძლება დაშვებული იყო ჩვენი დასწრება, ჩვენს დავსწრები ვართ ამ შეხვედრას, იყო რაღაც დახურულ კარგს მიღმა, რაც იმართებოდა, ჩვენ იმაზე ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებით რა თემები განიხილებოდა იქ საკმაოდ ისეთ მაღალ დონეზე. დიახ, სხვათა შორის იყო ერთ-ერთი ყაზახეთის წარმომადგენლები, ახლა თემა ცოტა სხვანაირად. ხო, გადავედით, მაგრამ და მაშინ გაგვიპირდა კიდეც, იმიტომ რომ უთვლიდით, რომ ახლა პოსტსაბჭოთა ქვეყანა რა უნდა ყოფილიყო, უთვლიდით, რომ ძალიან ჩამორჩენილ მდგომარეობაში ვიყავით, განადგურებული, ჩაბნელებულ მდგომარეობაში და ალბათ ანალოგიური მდგომარეობა აქვს და ყაზახეთს რაღა უნდა ამ საკითხების გადაწყვეტასთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. რო ვფიქრობთ, რომ აზია და იქ აბა რა უნდაო, რაღაც ისეთ სხვა განსაკუთრებულ ინტერესებს ფორმაციული საკითხებში და არა მარტო სულიერ საკითხებში, ასე არ ყოფილა. ყაზახეთში აშენდა ახალი
დედაქალაქი სრულად მასონური სასახლე სიმბოლოებით, პირამიდებით, ასტანა დაარქვეს, ეხლა სახელი შეუცვალეს და ერთი სიტყვა, ერთი ასო რო შეგეცოლა სატანა პირდაპირ და ყაზახეთი რაღაც სხვა დიდი ამბების ეპიცენტრადაც გადაიქცა. დიდი ეკუმენისტური მიმართულების ტაძრები ააგეს და სოფლიო ერთმართველობისკენ მიმავალი გზის დიდი ფუნდამენტების შენებლობა წამოიწყეს. ესე რომ მათი ყურადღებაც არ იყო ზედაპირული და ზერელი ამ საკითხების მიმართ, რაც აქ არის. მოკლედ აქედან ითქვა და რაც ითქვა, ისე ხდება. დასავლეთი ზეობის ხანა მთავრდება, არსებული ფორმაციას უკვე შეერყა, არსებული დოლარის სისტემას, რითაც მთელ მსოფლიოს იჭერდნენ, ბზარებია გაჩენილი და აღმოსავლეთისკენ ხდება დარაზმა და აქ ძალიან დიდი როლი რუსეთის ფედერაციას, ერთადერთ მართლმადიდებელ ქრისტიან ქვეყანას, ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩინეთი, უზარმაზარი ჩინეთი, ასევე დაიწყო ძალიან დიდი როლის თამაში ინდოეთმაც. მოსახლეობის მხრივ თუ გადავთვლით, პოტენციალის მხრივ თუ გადავთვლით და რა აზიას საუბარი უკვე ხვდებით რამხელა ცვლილებებთან გვაქვს საქმე და ამ დროს სად არის საქართველო და სად არის კავკასიის ქვეყნები. ამ ორ ქვეყანაზე მოკლედ ვიტყვი, რომ ორიანი დიპლომატიაში. კიდევ ერთხელ ხაზს გაუხსოვ გონის შეშლას. განსაკუთრებით ეს უფრო ნათელყოფილია დასავლეთის ქვეყნებში, გონის შეშლა. ეს უფრო ღიათაა წარმოდგენილი და პირდაპირ ხელშესახებია. ჩდება სხვა ეჭვი. გამგებო არ მოყავთ ასეთი სულიერად აღრეული, სულიერად დეფექტის მქონე შემადგენლობა, რითაც შესაძლებელი იქნება მსოფლიო ომის წარმოება და კაცობრიობის მილიარდამდე ჩამოყვანა. ანუ თვითგანადგურება. ეს გამგებო ხომ არ არის. ეს კითხვები ჩდება. იმიტომ რომ მას არ უნდა დაკარგოს ერთის გაბატონებული პოზიციები, მაგრამ იქ სხვა რაღაცაც არის. იმიტომ რომ იქ არის რაღაც გარკვეული ძალა, რომელზეც ხშირად გვიწევს საუბარი პირდაპირ თუ მისახვედრად, რომელსაც გააჩნია ყველაზე მთავარი გეგმა, რომ მოსიახი უნდა დასვას და სოფლიო უნდა აკონტროლოს და სოფლიო რო აკონტროლოს, სოფლიო უნდა შემცირდეს. საჭიროა მესამე სოფლიოების წარმოება, საჭიროა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება, საჭიროა ტოტალური კონტროლი. და ყველაფერი სამისოდაც მაგრამ დედამიწა თუ დაიღუპება კი აი ეს საკითხებია. ფსიქიურ ჯანმრთელობაზე ჩამოვიდი ლაპარაკი, მე ვერ დავიჯერებ, რომ ნორმალურ ადამიანს კონდეს განზრახვა, არ ისე დაფიქრდეს, გაანალიზოს და დარჩეს იმ აზრზე, რომ რუსეთთან ომი უნდა აწარმოოს. მე ევროპის ქვეყნებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც პირდაპირ იწევენ, რომ ვთქვათ რა. ევრონიმის ჯემალი პირდაპირ აჩვენებენ, როგორ მიმდინარეობს დანაღმა საზღვრის. ხო, სხვადასხვა საბაბით ზოგჯერ რომ ეს სამშვიდობო ჯარები უნდა შეიყვანოს. რუსეთის პოზიცია სრულიად გასაგებია. რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ შესულ ბრიტანელ და ამერიკელ და თუნდაც ფრანგ და ასე შემდეგ ჯარისკაცს რა ფერის ჩაფხუტი ეხურება. ცისფერი ჩაფხუტი მშვიდობის ყველფერის თუ სხვა ჩვეულებრივ სამხედრო ფერის ჩაფხუტი. იქ გასაგებია ხა ესენი სად იწევენ და რას ხლართავენ იქ და ეს რა თქმა უნდა რუსეთისთვისაც ცნობილია. და აი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი თუ ხარ ადამიანი, რატო უნდა გინდოდეს, რომ შენი მონაწილეობით დაიწყოს დიდი აფეთქება. დიდი ომი, რასაც დიდი აფეთქება მოყვება. თქვენ დაპირისპირება ქვეყანასთან, რომელსაც შეუძლია თავისი ბირთვული პოტენციალის მე-12 ნაწილი გამოიყენოს და ეს სრულიად საკმარისია, რომ დედამიწა აღარ იყოს, აღარ არსებობს, დაიშალოს. აი, ასეთ ქვეყანასთან და მით უმეტეს თვითონვე აუმბე, რომ ეს თავზე ხელარებული ქვეყანაა, დამყრობელია, აგრესორია, ამის გამკეთებელია, ყველაფრის გამკეთებელია, ყველაფრის მკადრებელია. აი, თუ კი ამნაირია და შენ უქმნი ისეთ პირობებს, რომ სხვა გამოსავალს აღარ უტოვებ. ხო. ამას ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი გააკეთებს? დიახ, ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ნამდვილად ვერ გააკეთებს. ამიტომ აი მოკლედ რომ მოვჭრა ახლა ამ დიდ სამიტზე, რაც ახლა ჩატარდა ჩინეთში შანხაის შეკრება და პლუს თავისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებიდან 80 წლის თავი მიწვეული არ იქნა საქართველო, ასე ამობენ, არ ვიყავით.
ის ოპოზიცია, ვინც თulis რომ თავი ოპოზიციისა, ამაში აკრიტიკებს, თუმცა რომ წასულიყო ახლა იმაზე გააკრიტიკებდა, რომ წავიდა და ამერიკისა და დასავლეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში პუტინთან ერთად დაჯდა და მიიღო მონაწილეობა, ახლა მაგას იტყოდნენ. ესე იგი, ღალატო პროდასავლურ კურსო, მოკლედ აქ ისია მთავარი აკრიტიკო, ეს გავიგეთ, კი. დანარჩენი ორი პირი ჩვენი უახლოესი მეზობელ მეგობრებისა რომ წავიდნენ, ორივე წითელი ბარათი დაიმსახურა. ესე იგი, ჩვენ ძალიან გვიჭირს ამ ცენტრს კავკასიას ძალიან გვიჭირს აზროვნებაში. ან ისეთ სამაში ვართ გარეული, რომ სხვა გზა აღარ ვრჩება და პროვოკატორის როლს ვასრულებ. ერთი ქართული ფილმი გამახსენდა კახა ბოდიში. ეს ჯიჯინა მგონი ხო მიჩუნინის ვაში. ხო, რა უნდა თქვას და როგორ უნდა თქვას არ იცის და იქ რაღაც ერთი და იგივეს იმეორეს და ბოლო გამოგუშვებენ იქიდან. მუჭანახევა რა ვიცით კიდე ზღაპარი რა და რა ვიცი ახლა მუჭანახევა რა რომელზე ასახავს ხო კი. როგორ არის ახლა პირდაპირ როგორც ამბობენ, ახლა ჩვენ არ ყოფილვართ, მაგრამ ბევრგან არა ვართ ნაყოფ, მაგრამ ცნობები ხომ მოდის არა კაცო. ალიომა პირდაპირ მიულოცა ინდოეთთან გამარჯვება პაკისტანს. ეს ინდოეთო მოისმინა, რას იზავდა ინდოეთი? დაუქმია ხელი აზერბაიჯანს. ვიცით რომ პაკისტანს კიდე გულზე არ ეხატება ამ შემთხვევაში სომხეთი, სომხეთს დაუქმნიან ორივე რესპუბლიკა ბოდიში და კუდამუძეებული გამობრუნდა შანხაის ორგანიზაციიდან. იქ უკან რიგებში მოუწიათ დგომა და სხდომა. ხო, დასაფიქრებელია. აქ ძალიან რთულია განსაზღვრო ბევრი რამე. ისეთი დროა რომ ძალიან ბევრი რამე ალოგიკურია. მე მიკვირს და გამკვირვებია ჩვენი ექსპერტთა გარკვეული შემადგენლობისთვის, რომლებიც ძალიან ობიექტურად აშუქებენ ბევრ საკითხს, განსაკუთრებული იქნით გამოვირჩევით აზერბაიჯანის პირველი პირის მიმართ. რაშია საქმე? მე მგონი აქ ფულშია საქმე, იმიტომ რომ ტყუილად არ გვეძახოდნენ ევროპელები საქართველოს მაგიერ სოკართველო. სოკარის გავლენა მეტად გაიზარდა და ძალიან ბევრი ჩვენი ხალხი სოკარის ფულით არის პოლიტოლოგი და ასე შემდეგ. სწორია განაცხადი, რომ გარედან ჩარეული ფულით საქართველოს არ უნდა იმართებოდეს. და გარედან შემოსული ფული მარტო დასავლეთის არა გრანტები. გასათვალისწინებელზე გასათვალისწინებელი. ხო, აი ჩვენ თვალსა და ხელშუ აგერ დავით გარეჯის ქართულ ტერიტორია შემოსაზღვრა და დავგვართვა რა. სხვა სახელი ამას არ ქვია. მაგრამ ამაზე არავინ ესეთი კაფიო და მძაფრი რეაქცია ამ ჩვენ პოლიტოლოგიებს, ჩვენს այս ბლოგერებს თუ რომ მაინც და მაინც არ ქონი ხა ყველაზე არ ლაპარაკო. ვისაც არ ეხება თქვენ მომიელეთ თქვენ თავზე. მკვეთრად არის გამოკვეთილი ახლა ყოფნა ყოფნის საკითხები თუ წდება, მაშინ დამღუპელი ძალაც უნდა არსებობდეს და აგერ ბატონო ევროპა დგა თვითგანადგურების გზაზე რუსეთთან დაჯახებით. სხვაგან ახლა თუ ისეთი მასშტაბის კონფლიქტი ჯერჯერობით არ ჩანს ესე ღიად, მახლობელ აღმოსავლეთში იყო დიდი ხანი არ არის გასული რომ ჩვენ მოგვიტანდა პატარა აპოკალიფს აქ და გადავრჩით, აი რუსეთთან დასავლეთის დაჯახება ყველაფერს დაამთავრებს. ჩვენ ვსხედავთ და ვსაუბრობთ, ევრონიუსზე ყოველდღიურად გადმოსცემენ, როგორი დანაღმა მიდის და რანაირად ამზადებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან საომრად. უაჭრელს თავს დაგვესხმის და ამიტომ ეს უნდა პატარა გოგონები, როგორ ესვრიან მიზანში და ასე შემდეგ, ეს პროპაგანდა ომის ისტერიით არის დაავადებული და ასა ევროპა. ახლა აღარ მიუბრუნდები მაგსაკითხს რატო ევროპა, ადრევე გამოვთქვით შიში იმისა, რომ ევროპას გაათავისებენ ამ ომს, გაერიდება ამერიკა, რომ ყველაფერი არ დაინგრეს და ამ ორს შეაჯახებენ. რომ რაც მიმდინარეობს. ბოლომდე ხდება ევროპის ამ ანტიადამიანურ უზარმაზარ პროგრამა, პროექტში ჩაბმა. ბოლომდე ხდება. თუმცა უკუ რეაქციაც უნდა იყო, სხვა ადამიანი ხარ, რაღაც აზროვნება, სულ LGBT არ გახდა რა, იქ არის. და კი ბატონო, არის გარკვეული საიმედო მოძრაობები, რაც ეროვნული ისინი, იქაც ეროვნული ნაციონალისტური დავარქვათ, მოდი, იმიტომ რომ ეროვნული სხვა არის და სხვა სიმაღლეა. ევროპას არ აქვს, თლათ ევროპული. ევროპას არ აქვს ეროვნული გამოცდილებები. ევროპას აქვს უმეტესწილად აქ დასავლეთზე მაქვს ლაპარაკი, დასავლეთ ხაზზე, დასავლეთ ხაზის წარმომადგენლობაზე აქვს ნაციონალისტურ ფაშისტური მომენტები უფრო.
ნუ ასია თუ ისე მოდი ამ დეფინიციებს აღარ გავყვეთ ახლა ამის გარჩევას და უფრო კეთილგონიერი ძალები მაგალითად ალტერნატივა გერმანიისთვის არის ყველაზე პოპულარული პარტია ახლა არჩევნები უნდა ჩატარდეს საფრანგეთში ეროვნული ფრონტი ლეპენის ხელმძღვანელობით და ასე შემდეგ. ახლა რა მოყვა მას ლეპენის რამის დაპატიმრება და პოლიტიკისგან ჩამოცილება ჯორჯესკუ აქეთ აღმოსავლეთ გერმანიაში ევროპის რუმინეთში არჩევნების გაუქმება, კაცის დაპატიმრება. მოგებული არჩევნები. ხო, აი ესე ფიცო რომელიც არ ეთანხმება სხვა პოლიტიკური ხედვა აქვს დაუშვათ არა. პირდაპირ მკვლელობის მცდელობა 5 ტყვია მოარტყეს და ახლა გადარჩა და აქ თუ გადარჩა რაღაცამ გადაარჩინა. ტრამპის შემთხვევით შუბლის დაგდაცვლად ყურში მოხდა. დაგმული სპექტაკლი იყო თუ რაც იყო როგორც იყო ყური გაუხრიდა თუ არ გაუხრიდა იქ ადამიანი მოიკლა დაიღუპნენ ნასროლი ტყვით. ასე რომ სასწორზე არც ეს არ არის დაუჯერებელი რომ პრეზიდენტობის კანდიდატს კლავდნენ ახლა ამერიკის ისტორიისთვის უცხო არ არის პრეზიდენტები მოკლეს და ახლა პრეზიდენტის სასწორზე რომ გავიგოთ რა დევს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დევს სოფლიო კრიზისია და ჩვენ ვერ გვესმის ქართველებს ვერ გვესმის რაში შეიძლება გამოგვიყენონ და რაში უნდათ რომ ჩაგვთან აი 16 ადამიანი მოკლული. ეგ სასწაულია კი. მე არ გამიგია სოფლის უახლეს ისტორიაში. თუ ომი არაა და რაღაც არჩევნების პროცედურაა, მაინც რომ აი ამ დროს პოლიტიკურ დაპირისპირებაში 16 პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიას მიმდინარეობს დაიღუპოს ერთდროულად. და ვინ არიან ვის წარმომადგენლები არიან ალტერნატივა გერმანიისთვის, რომლებიც აპროტესტებენ იმ პოლიტიკურ კურსს, ეს არის მიგრაციის საკითხისაც გერმანელი კარგავს გერმანელობას აპირისპირებენ რუსეთთან აკარგვინებს ნედლეულზე და იაფასიან ენერგეტიკაზე ცდომას ნადგურდება გერმანიის ეკონომიკა ნადგურდება გერმანიის ეთნოსი და ერი ნუ მეტი რაღა უნდა დამართო გერმანელს რომ გამოვიდეს და გერმანელმა ომი დაიწყოს თუ ეკონომიკას დაუგრევ თუ ეკონომიკის საფუძვლებს მოუსწრებ თუ ისეთ ქვეყანასთან დააჯახებ რომელსაც ბირთვული არსენალი აქვს და გერმანიისგან ამწავებიც აღარ დარჩება თუ საზღვრებს გაუხსნა მთელ აზიას შეუსევ და ყველაზე პოპულარული სახელიო შენ თქვი ჩემო ჯემალი გერმანიაში აი წამსაუბრობთ დაწყებამდე მე თვითონ რომ წავიკითხე ნუ ამჯეროდა მაგრამ მე სხვაგანაც შემხვდა ეს ინფორმაციები და ანუ იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში აი ეს თაობა 90-იანებში დავადებული თაობა თითქმის ყველა მეორეს გიორგი ერქვა გახსოვთ ეს პერიოდი და ნუ დღესაც ახლა გიორგი ძალიან ბევრია საქართველოში პოპულარული სახელი. სამაგიეროდ გერმანიაში ყველაზე პოპულარული სახელი არის რა? ვერ წარმოვიდგენთ და ვერ მუჰამედი. ხო, ეს რას ნიშნავს? გერმანელებს განაჩენი გამოტანილი აქვს აი ამ სვლით, აი ამ მასონურ, კოსმოპოლიტურ, კაპიტალისტურ სისტემაში ერები უნდა განადგურდეს და ამისი ყველაზე მთავარი სამაგალითო სიუჟეტი არის ევროგაერთიანება. ორი წლის წინ უყურებდი უკრაინა საფრანგეთის ნაკრებების ფეხბურთის ნაკრებების თამაშს. აი ძალიან გულდამძიმებული დავრჩი, იმიტომ რომ ამით მე წავიკითხე რომ ფრანგიერი პრინციპში თავის ქვეყანაში ვერაფერს ვეღარ აკონტროლებს. დაკარგული აქვს ის წამყვანი პოზიციები და მას აღარაფერს აღარ ეკითხებია. 11 ფეხბურთელში ერთადერთი იყო თეთრკანიანი. მარცხენა მცველი ლუკა დინიეს. ბარი ისეთი ალბათ ფრანგი იყო, მაგრამ ეს ერთი ფრანგი იყო, დანარჩენი ყველა იყო შავკანიანი. საქართველოს უკაცრავად საფრანგეთის ეროვნულ გუნდში, ეროვნულ ნაკრებში. ესე იგი, ფრანგები სად არიან? ანუ მათ პოზიციები დაკარგული აქვს, ხო? და სადამდეა მისული ეს ამბები, იქამდეა მისული, რომ არჩევნების წინ 16 ადამიანი ძალიან საეჭვო ვითარებაში უცებ ზედიზედ მიყოლებით მოქმედი აქტიური პოლიტიკოსებზეა ლაპარაკი. რეგიონებში, სიებში რო წერი, იმაცია ლაპარაკი. და ჩვენზე ლაპარაკობთ, რომ თურმე ჩვენ რაღაც ამ დემოკრატია და სისულელეებს და თავი უნდა დავანებოთ და სხვა რამე უნდა დავინახოთ. ყოფნა არ ყოფნის საკითხია ლაპარაკი. სასწორზე დევს.
ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ეხლა მეორე საკითხია, ვინ იყო ამგვარი ტიპის მკვლელობების ჩატარებით დაინტერესებული და ასე შემდეგ. რაც არ უნდა იყოს. რაც არ უნდა იყოს. რაღაც გლობალური ცვლილება და არსებითი ცვლილება, როცა მოითხოვება, სამწუხაროდ ისე ვართ მოწყობილი ადამიანები, რომ ჩვენ თუ მსხვერპლ შეწირვის რიტუალი არ ჩავატარეთ, სისხლი არ დაუღვარეთ, აი რა არის ყველაზე მთავარი, რა უნდა დავინახოთ, რას უნდა მიექცეს ყურადღება. ისე არ შეგვიძლია რომ ეს ცვლილება მოახდინოთ. გავიხსენოთ ჩვენთან სახელმწიფო ცვლილებების მიმდინარე საარჩევნო პროცედურები. ბავშვებს იტაცებენ, ბავშვებს კლავენ, ჟურნალისტს კლავენ, ციხეში კლავენ და ხარიქა ხალხო. აი ამის მერე რაღაცა იცვლება. ეხლა სად იცვლება, როგორ იცვლება, რა მიმართულება, ეგ მეორე საკითხია. აი ევროპა. აგერ თვითმკვლელობის გზა. ბალტიის პირ გოგოშკებს აჩვენებენ ვინტოვკების სროლაში როგორ ემზადებენ, რუსები როგორ უნდა გააჩერონ საზღვართან. ამხელა ტელევიზია მაგითაა დაკავებული, როგორ ამზადებენ სნაიპერი, პატარა სკოლის მოწაფეებს. რა ისტერიაში ახვევენ და საით მიაქანებენ. აი რა მდგომარეობაში გვიწევს. ეგი და რაღაცა ძალებს უნდათ რომ ეს გააჩერონ, მაგალითად ალტერნატივა გერმანიაში, როგორც არის, რა პარტიაც არის და მარტო მანდ არ არის, სხვაგანაც, სხვა ქვეყნების არის გარკვეული მოძრაობები, რომლებიც იბლოკება. და ეხლა ეს მკვლელობებია თუ რაც არის, როგორ წაადგება ეხლა ამ ორგანიზაციას, ამ პოლიტიკურ მოძრაობას ხმებს დააკლებს თუ მოუმატებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მსხვერპლ შეწირვის რიტუალია, რომელიც გამიზნულია ან კარდინალურ ცვლილების მოსახდენად, ან იმის დასატოვებლად, რაც არის. აი ჩვენი რეალური სახე გაგვიჭირდება პრობლემას ხედავთ მოწინააღმდეგეს მოკვლაში. და აქაც ვიღაცა აღვირდა რაღაცა მააყვირა, უნდა დავხრიტოთო. და აი ამის ანარეკლია მსოფლიოში. აქ ნიშანი, ძალიან ცუდი ნიშანი მოგვეცა. და ბრმაცხრებივით გავყევით ამ სატანის ამოძახილს. აქ საქართველოში სულიერად. აი რა ხდება მსოფლიოში. ეხლა რა არის ამ არჩევნებზე დაგეგმილი. ხედავთ რომ ევროპას ამზადებენ მსოფლიო ომისთვის. მილიარდზე რომ დაიყვანონ, ხსადეს ბევრი რაღაცები, მაგრამ არ გამოდის. აგერ აღმოსავლეთი სადამდე მიდის. საჭიროა ომის მექანიზმის ამოქოქვა და გაშვება. სერიოზულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ომში ჩაბმა. ის კი არა ეხლა ვარგა თუ არ ვარგა ეს ხელისუფლება თუ რა არის და როგორ არის. თავარია ამ ხელისუფლების შეცვლა, რომ ძალიან სწრაფად დაუბასო. აი ეს ამიტომ უბრუნდები ალტერნატივა გერმანიისთვის გავიგეთ. ხო, მაგრამ საქართველოშიც არის პარტია, ამ შემთხვევაში მართველი პარტია, რომელიც საერთოდ არაფერში არ ვარდა. და წინა გადაცემაში მე ვთქვი კიდევაც ეს არის ომის საკითხი ემიჯნება. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ფულის კეთების გარდა არაფრის კეთება არ შეუძლია თქო, წინა გადაცემაში ვთქვი, ქვეყნისთვის სასიკეთო, მაგრამ რასაც ვერ დაუკარგავ, იმ მოსაზრებით არის, ამ მოსაზრებით არის დღემდე საქართველოს გადაურჩა ომის ხარცეცხში და ომის ამ პროცესებში ჩართვას. და ახლა უყენებენ რას? აი დემოკრატიაზე, ევროპულ დემოკრატიაზე რომ გავაგზავნოთ საუბარი. რას თხოვენ? რა პირობები დაუყენეს აგვისტოს ბოლომდე, ხო? აგვისტოს ბოლოსთვის. ჩაიარა. ერთი რომ აი კანონის უკან გაწვევა, რომელმაც აგზარა LGBT პროპაგანდის სკოლებში გაწევა და მეორე რუსულ კანონად შერაცხული სინამდვილეში ამერიკული კანონი, ფარად წოდებული, რომელიც გრძალავს გარედან შემოსული ფულის ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებში ჩადებას და მოხმარებას პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოძრაობების გასაძლიერებლად, ოპოზიციის თუ სხვა პარტიების და მოძრაობების დასაფინანსებლად. გინდა თუ არა ეს კანონი უნდა გაეწვიო უკან. ხელისუფლებასა და აი თვითონ როგორც ეძახიან deep state შორის დაპირისპირება რითი დაიწყო. ავალდებულებდნენ მეორე ფრონტის გახსნას. როგორც ჩანს სერიოზული ჩანაწერ კადრებიც გააჩნიათ, ისე ჰაერზე არ ამობენ. კი ბატონო, აქ ეს კადრები როგორც ხმები გამოდის და აქ ერთგვარი
ამათი მხრიდანაც შანტაჟი მიდის რა თუ იქნაზე ძოლა გაძლიერდება და საუბარია უიზო მიმოსვლის თავდაცვითი შანტაჟი ასე უიზო მიმოსვლის გაუქმებაზე რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს იმიტომ რომ ვიცით რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის ევროპაშია და დღეს თუ აქ თავისუფლად გადაადგილების საშუალება რომ ჩამოვიდეს თავის ოჯახთან იყოს დაყოს გარკვეული პერიოდი და მე ისე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს ამ კანონის გაუქმებით უიზო მიმოსვლის გაუქმებით ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დადგენია და მათი უკმაყოფილება მიმართული იქნება პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლების მიმართ. ეს ამაზეც არის გათვლილი, რომ კიდევ ერთი ზეწოლა მოახდინა ხელისუფლება სანაცვლოდ იმუქრება რომ გამოამჟღავნებს ამ კადრებს, როგორც თავის დროზე ციხის კადრები, ამათ აქ ამის გამოცდილება. ხო, პრომეტები, ომი კარგად ისწავლეს. ხო, ისწავლეს ეს 2012 წელს როგორ უნდა გამოიტანო და გამოიყენო შესასარგებლო პოლიტიკური ქულების მისაღებად. ეს ჯერჯერობით აი მithქმა-მოთქმის დონეზე ამას ხლა მე ვერ დავდებ თავს რომ ესე მოხდება ან ეს არ გინდა თუ არა, მაგრამ აი რაც ხმები გამოდის და რაზეც არის საუბარი ხო კულისებში მე იმაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. რა მოხდება, როგორ მოხდება ეს ხო საკითხი, ამას ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ და გვინდა თუ არ გვინდოდა მივიღეთ აი ეს მდგომარეობა, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, არც კი არ არის ერთი თვით არჩევნები, გვაქვს მაქსიმალური დაძაბულობა. და სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას ქვეყანა პრინციპში, იმიტომ რომ როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალები გამოდიან და აღარ ერიდებიან ამ სიტყვას, არადა ეს მოწოდება კონსტიტუციით, კანონით დასჯადია. ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მოწოდება და მისი პროპაგანდა დასჯადია. და რა ღონისძიებებს გაატარებს ხელისუფლება ეს სხვა თემაა უკვე, მაგასაც ვნახავთ ალბათ რაღაც კონსილები აქ შემონახული ამათაც და უშუალოდ არჩევნების წინ გამოიყენებენ, ალბათ შეიძლება გარკვეული დაპატიმრებაც იყოს. არ ვიცი, მაგასაც და მაინც ვერ აი რომ შევხედოთ, მიმდინარეობს გამოუცხადებელი მსოფლიო, მაგრამ გამოკვეთილია ორი სუბიექტი, ევროპა, რუსეთი, დანარჩენი, ჩინეთი, აღმოსავლეთი, ამერიკა გასაგებია გამოყავს რომ თითქოს ყველაფერს ეს კურირებს და უნდა, მაგრამ სურვილი ერთია, რეალობა მეორეა. ევროპა უკან არიხევს, არ ახევინებენ, ახასში ესეა. მან ნობელის პრემია უნდა მიიღოს მშვიდობის დარგში, და ევროპა უკბილებამდე უნდა შეერაგდეს და გააგრძელოს უკრაინით თუ უკვე საკუთარ ბალტიისპირეთით თუ რა, თუ საქართველოს და ამიერკავკასიის ჩართავენ, ასაფერი არ ჯობია. ევროპა არიხევს უკან. ამიტომ საბაბს ნებისმიერს გამოიყენებენ, რომ წავიდნენ იმ ხელისუფლების შეცვლაზე, რომელიც ამ პოლიტიკას არ ეთანხმება და არ ჩართული. ყველაფრის გამოყენებას ეცდებიან. ადგილობრივი არჩევნები ეს არ არის ადგილობრივი ხელისუფლება არ წყვეტს ქვეყნის პოლიტიკის ორიენტაციის საკითხებს და ასე შემდეგ. არ წყვეტს. ეს არის დამგებლების, ეს არის სოფლის ქალაქის მერების არჩევნები და მეტი არაფერი. პარლამენტი იგივე რჩება თავის შემადგენლობით, პრეზიდენტი და იგივე რჩება. ხო? მაგრამ რატომ არის აქცენტი აღებული? საბაბად არის გამოსაყენებელი, რომ რამენერად იქნება ჯანყი წამოიწყონ, რომ დაამხონ. როგორმე დაამხონ. რათა საქართველოს ჩაერთოს იქ, სადაც საჭიროა. არითებს ევროპა. ამათ ჰქონდათ იმედი, მოვა ტრამპი ყველაფერი შეიცვლება, მოკლედ ის ამერიკა სამშვიდობო პოლიტიკას, კონსერვატიზმსა და ასე შემდეგ წინ წამოწევს, ჩვენ წინსწრებად დავიწყეთ კონსერვატორობა და ესე იგი უკვე ერთი ფერისტანის სამოსი გვეცნობა და სიყვარული დამყარდება, ეგ ერთი მერე თუ მშვიდობის მტრედია და ჩვენც ხომ მშვიდობას ვიცავთ და ერთი მიზნები ქონე და დაბილაგდება, მაგრამ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაჯდა მაგ ამათ ეს გულწრფელად ჯეროდათ. ხო, ეს ძალიან დიდი გულუბრყვილობა არის, ძალიან წარმოდგენები ქონია ამერიკის ორ მაგისტრალში. მრავალფენიანი პროცესი მიდის, ერთია რასაც ამს და მეორეა რასაც აკეთებს და საერთოდ უბიძგებს ზოგადად ამ თლიანობას. ამიტომ ისე არ ხდება როგორც უნდათ და ის მშვიდობა დასავლეთიდან არ მოუვა და არ მოსდით და დაწოლა უფრო ძლიერდება და ძლიერდება. და სხვათა შორის მარტო დასავლეთიდან არა, უცებ თურქეთმა წამოყვა თავი, უცებ ისრაელმა თავისი ამ სიონისტურმა მთავრობამ თავისი პრეტენზიები წამოგვიყენა და ასე შემდეგ დაგვისახა თავისი მიზნები.
ყველა მხრიდან და იქაც ახლა მიწეული არ ვიყავით ამ შანხაის იმაშიც და ჩდება კითხვა რა გვიშვებით საქართველოს ვინ იქნება ჩვენი მფარველი ვის შეიძლება ახლა რომელია ყველაზე ძლიერი რომლის მხარე დავიჭიროთ ჩვენ გვაქვს ისევ და ისევ ერთი რამ თავარი გამოსათქმელი ჟამია და ამ დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია შესასრულებელი კაცობრიობის წინაშე ერთ-ერთ გადაცემაში დადებითი რაღაც მაინც გაჟღერდა ერთ-ერთი პიროვნების მიერ უბრალოდ ჯერ არ ვასახელებთ და მაინც უნახოთ და როგორ ამ პიროვნებამ ასე წამოწია საკითხი რომ სულ ნათმა პიროვნებამ რაც გითხრაო იოანე ზოსიმეზია ლაპარაკი ამენით ამ ხელს ღმერთიო კაცობრიობასო ესა ჩვენ პირდაპირ კი არ უნდა გავიგოთო რომ ღმერთი ახლა ჩამოვა და ქართულად დაუწევთ ლაპარაკს და ქართულად ესე იგი ამ ერმა უნდა უთხრას კაცობრიობას რაღაც ის რაც კაცობრიობისთვის გადამარჩენელი იქნებაო ერმა უნდა უთხრას რა არის დამღუპელი და ამაზეა მართალი ფორმულირება მიუწია ფორმულირება მართალია და მე უსურვებ ამ პიროვნებას მეტმხნეობას დიახ ეგ აგვაქვს სათქმელი ინტელიგენციის წარმომადგენელი ეს პიროვნება და უფრო მხნეთ უნდა ვთქვათ ეგ არის დიახ ეგ მისია გვაქვს შესასრულებელი კაცობრიობის წინაშე ხო ჩვენთან არის ღმერთი თუ ამ ფუნქციას ვასრულებთ მაშინ გზას უკალავ კაცობრიობას და შემდგომში შენ გიფასებს გადარჩენის გზაზე დამდგარი კაცობრიობაც დააგდესო ნინეველებმა ბოროტების გზაო და აღარ უკვე იმას რასაც პირდებოდა ერთადერთ სასწაულს უნდა ველოდეთ, რასაც იონას სასწაული ქვია და დანარჩენ სასწაულებს ახლა აღარ მოვყვები კიდე ხელმეორედ თუ ატრიალებენ გოლებს ინტერნეტშიც ერთ-ერთი გადმოგვიგზავნეს კიდე ჯემალი რომ როგორი სასწაულები უნდა მოხდეს იმთიდან ჩამოვა ამთაში ავა ესე იქნება ცა გაიხსნება ის გაიხსნება ეს გაიხსნება სასულიერო პირები ქრისტე გეუბნება შეკაი ადამიანო აიღე და წაიკით ახლა ვინც გვიგზავნის მე იმის გასაგონათაც ვამო განა არ ვიცით სასწაულებს რომ ვალოდებთ ერთმანეთს კაცო ადამიანის ბუნება ესეა ეს ჩვენი ბუნებაა ღმერთი უფალი გითვლის ამგვარი ტიპის მოლოდის დღევანდელ დღეს უკეთურობაში და მემრუშეობაში კითხვა ხო ვიცით ჩვენ თვითონ პირველად მოსული ჟამსაც სხვათაშორის პრობლემა ეგ იყო რომ აი ჩვეულებრივ უბრალოდ შემოსილი უბრალო ადამიანებთან ერთად რომ გადაადგილდებოდა უბრალოდ საუბრობდა მათთან ერთად პურობდა ამიტომ ვერ იწმდეს. აი იყო პრობლემა. რომ ადამიანი რაღაც ეძებს პომპეზურს, რაღაც სასწაულს, რაღაც ყველაფრისგან განსაკუთრებულს და განსხვავებულს. და იმის მოლოდინშია. ვერ წარმოუდგენია, რომ აი ესე უბრალოდ მოდის ინფორმაცია და ეს ინფორმაცია არის სრულიად ერის საკუთრება და ეს ყველამ უნდა გაითავისოს ყველამ უნდა აწონოს მისი მნიშვნელობა და ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. აი აქ არის გაჭირვება. და ადამიანს თუ კი უყვარს ეს პომპეზურობა და რაღაცა, ღმერთისთვის ეს არ არის ამ ფორმით მისაღები. ნაცვლად ჩვენ ამას ვერ ჩავწვით. თვითონვე გეუბნება, რომ უკეთური და მომრუშე მოდგმა ერისო, ხო სასწაულებს და რაღაც ესე პომპეზურებას. ავტორიტეტებს ვეძებთ ისევ, ის კი არა იქ რაც წერია, რომ ბოლოს და ბოლოს ყველა ვიცი წერა კითხვა წაიკითხე და გაიგე ბოლოს და ბოლოს. მე რა უნდა მერწმუნო, კაცო, რა წერია, ის არის და განმარტება კიდე მიღებული გვაქვს. და მე ავტორიტეტებს ვეძებთ, ამ ავტორიტეტებს რატო ვამბობთ, რომ არსებული ცნობიერებაში შესწორებაა შესატანი, თორე ეს გზა დაღუპვისაა. ავტორიტეტი კიდე თავისი ძველი წარმოდგენებზე აგებს და სასწაულებს გალოდებს და ეგ სასწაულები კიდე არ იქნება იგავებით გელაპარაკებით დრომოა და გაცხადებულად გავუწყებთ. ეს მთლიანობა შეკრულია. გამოვლინებულია ქართულ ენაზე, ქართულად ეს ცნობიერება მოწოდებული გვაქვს და აი ამ ცნობიერების კვალდაკვალ ფორმაციულ ცვლილებებს უნდა წავიდეთ და კაცობრიობას უნდა უთხრათ, რომ კაპიტალიზმის მასონური სოროსური თუ რაც არის ამძით კაცობრიობა დაიღუპება და საჭიროა გარკვეული ცვლილებების შეტანა. რა და როგორ ფუნდამენტალურ მოცემულობა აქ გაგვაჩნია და ამის დამკვიდრებას თუ დავიწყებთ, აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიოს უმრავლესობაც მზად არის, რომ აქეთკენ წამოვიდეს. ჩვენ იმედები დავამყარეთ, რომ თვითწმენდას დაიწყებს, თვითგამოსწორებას თვითონ დასავლეთი. და რაღა გვინდა, აი მაშინია ჩვენი პრობლემა.
და რა გვინდა? მოდით კონსერვატორიის ფორმაში ჩავიწვევთ და დაველოდებ ის გაწმეს დაამშვიდებს და მე დავხსნებით ერთად შევჭაχνოთ. არ გამოვიდა ეს, არ გამოვიდა. ნუ ჯერჯერობით ახლა როგორ ვთქვათ ამ არჩევნებით იმდენადაა მონოსხული ჩვენი პოლიტსაზოგადოება ხელისუფლებით თუ მისი ოპოზიციით. რამე სერიოზული დიალოგი გაჭირდება, გართულდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აპოგეას ვერ მიაღწევს ის დამღუპელი გეგმები და არ უნდა მიაღწიოს და დაგჭირდება კიდე გარკვეული დრო, როდესაც მართლაც შევდგებით და სერიოზულ საკითხებზე რამოდენიმე ავტორიტეტულ შეთანხმებას მოვახდენთ ერთმანეთთან. ქართული პოლიტიკური ძალები, ქართული საზოგადოებრივების წარმომადგენლება. ხო, აი ჩვენი საუბრის დროც საკმაოდ კი ბატონო, დასასრულისკენ წავიდეთ ახლა და ბოლოში მინდა ჩვენს მელებს ჩვენ აღონებებს უთხრა, რომ აი რაზეც ჩვენ იმედებს ვამყარებთ, საითაც ვიცხირებით იმედის თვალით, აი იქიდან ქართველობა, საქართველო აი ახლა ოქტომბერში დასაწყისში დიდი დატაკებისთვის, სამოქალაქო ომისთვის და ძმათაგულების ომისთვის არის განწირული. Kimati გეგმით არის ეს, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავერიოთ და ეს უნდა იყოს თუ ის უნდა იყოს თუ ის ხელისუფლება ის ხელში გადავიდეს, ამის გულისთვის ერთმანეთი უნდა ხოცოთ. აი ამისთვის ავარ განწირული და ამაზე ვფიქრობ არც ჩრდილოეთი არ არის მაინც და მაინც წინააღმდეგ, იმიტომ რომ რაც უფრო დაბლა დაეცემი, რაც უფრო მუხლებზე დაეცემი, მე ელის რო უფრო ფორთხით და ისეთი პირობებზე წახვალ თანახმა ყველაფერზე იქნები თანახმა, რასაც იქიდან წამოგიფენებს. ამდენად ჩვენ თავის გარდა, ჩვენ ქვეყანას, ჩვენს გარდა პატრონი არ აყავს. ჩვენ უნდა მივხვდეთ, ჩვენ უნდა უპატრონოთ. ბოლოში მინდა გითხრათ, რომ როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, კახამ როგორც თქვა, ჩვენ არანაირი სურვილი და პრეტენზია არ აქვს, რომ ისედაც მრავალი ცხოვან აი პოლიტოლოგთა და ექსპერტთა ჯგუფში მარაკაში გავერიოთ. ჩვენი საუბრების მიზანი არის, რომ დავიწყებას არ მიეცეს. კიდევ ერთხელ იქრას გახსენებული მოვლენის შესახებ, იმის შესახებ, რასაც ბატონი აგაგი 28 წლის განმავლობაში გვესაუბრებოდა და მოქონდა ჩვენამდე, რომ ეს არ დაიკარგოს, რომ ის დაღვერდალი არ ჩაქრეს. ბოლო იმედი, რაზედაც შეიძლება მე დიდი კეთილკოცონის ანთება და ბოლოში მინდა მოგიწოდოთ, რომ უყურეთ ჩვენ გადაცემებს, ახლობლებსაც ურჩიეთ, გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ნახოს, შეიძლება ჩვენზე უფრო ჭერმეტყველი ადამიანების მოსმენა გიჯობთ, შეიძლება სხვები უკეთესად აშუქებენ ამ მოვლენებს, მაგრამ რასაც ჩვენ გადაცემებში მოისმენთ, რა ჭრილში დანახებულ აი ამ მოვლენებს, ახსნილ მოვლენებს, რა ჭრილში ჩვენ გაწვდით, ამას ვერსად ვერ მოისმენთ. ეს ჩვენ ბევრზე არ აქვს პრეტენზია, ჩვენ ვართ ბატონი აკაკი ჯორჯიაძის მოწაფეები და ვიდრე შეგვიძლია მივყვებით, ვუერთგულეთ იმ საქმეს, რომელიც აკაკი ჯორჯიაძემ დაუტოვა მთელ ერს და კაცობრიობას. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.